მოგესალმებით მეგობრებო, ტრადიციულად კვირა დღეა დღეს და მინდა შემოგთავაზოთ უახლოესი ერთი კვირის ტაროს პროგნოზები 16-22 თებერვლის დროის ინტერვალში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. Როგორი კვირა გექნებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა ტენდენციები იქნება ძირითადად თქვენთვის აი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. და ზოგადად რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს მიმდინარე ცხოვრებისეულ საკითხებთან, თემებთან დაკავშირებით, რითიც ხართ დაკავებული და რა თქვათ მოვლენების როგორ განვითარებასაც ელოდებით უახლოეს ერთ კვირაში, ხო? ნახოთ როგორ წავა პროცესები, მოკლედ, აი ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ ტაროს პასუხებზე, არკანების გაშლაზე, მანამდე როგორც მოგეხსენებათ ჩემს აქტიურ გამომწერებს, ჩემს ფოლოვერებს, მაქვს დახურული Facebook ჯგუფი, სახელწოდებით ნუითის სამყაროში, სადაც უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ live ჩარტვებს, დახურული ჯგუფია ეს და მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის იქნება. ეს ასე ვთქვათ ლაივები, სადაც პირდაპირ მოხდება ცოცხალი ინტერაქცია ჩემთან, გავშლი ტაროს, გავაკეთებ პროგნოზებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და ასევე გვექნება სხვადასხვა სახის რიტუალური პროცედურები ლაივში ასევე ჯგუფის წევრებისთვის, მოკლედ ვინც ხართ ამ ყველაფრით დაინტერესებული, სულიერი განვითარებით, მანტიკით, შემეცნებით, გამომიგზავნეთ მოწვევა კონკრეტულად იმ ლინკზე, რომლის მისამართსაც თვითონ ამ ჯგუფის მისამართს ლინკის სახით დაგიტოვებთ ამ ვიდეოს კომენტარების ველში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ლინკზე გადმოხვიდეთ, გამომიგზავნოთ მოთხოვნა და მე რა თქმა უნდა გაგაწევრიანებთ ამ ჯგუფში, ვინც აი ამ ყველაფრით ხართ დაინტერესებული. ეს რაც შეეხებოდა ჯგუფის შესახებ, დახურული ჯგუფის შესახებ ინფორმაციას. ახლა გადავიდეთ ტაროს პასუხებზე უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, რა ტენდენციები გელოდებათ ამ ერთ კვირაში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხომ, რა მოვლენები გაჟღერდება, რა თემები გაჟღერდება თქვენთვის ყველაზე მეტად, ყველაზე ხმამაღლა. მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი, ერთი კვირის პროგნოზი, მეორე ვარიანტი, ერთი კვირის პროგნოზი 16-22 თებერვლის დროის ინტერვალში და მესამე კვირის პროგნოზი. მესამე ვარიანტი უბრალოდ კვირის პროგნოზთან დაკავშირებით. იმედი არკანები კარგად ჩანს, კი ბატონო. აირჩიეთ თქვენთვის განკუთვნილი ვარიანტი, ინტუიციურად ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და მოდით ნახოთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტში, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მშვენიერი, ძალიან პოზიტიური კვირა გელოდებათ. აღნიშნულ არკანს მოაქვს თქვენთვის სიამოვნების, კომფორტის, ბედნიერების ენერგიები. ამ არკანს მეორენაირად, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში უწოდებენ სურვილების ასრულების არკანს. ვისაც რა ჩანაფიქრი გაქვთ, რა სურვილი გაქვთ ხომ და ელოდებით აი ამ სურვილის ასრულებას, ან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ ამ მიმართულებით, ეს არკანი გპირდებათ კმაყოფილების შეგრძნებას, ანუ საიდან მოდის ეს შეგრძნება, ხომ იმ სურვილის ასრულებით, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. შესაძლებელია ეს იყოს ძალიან სასიამოვნო კამპანიაში დროის გატარება, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც ადამიანთა სიმრავლეს ამ არკანში ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს შეიძლება იყოს თუნდაც საკუთარ თავთან, საკუთარ კომფორტის ზონაში, ძალიან დადებითად დროის გატარება, ასევე რიგი ადამიანებისთვის. შესაძლებელია ეს არ იყოს მაინდა-მაინც განმარტოვებული მდგომარეობა და იყოს გარკვეულ ძალიან სასიამოვნო თბილ მეგობრულ ატმოსფეროში დროის გატარება, სადაც თქვენი ხედვების, თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენნაირად მოაზროვნეთ, თანამოაზრეების წრეში მოხვდებით და ძალიან სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. ეს არის ემოციების ურთიერთგაცვლის მდგომარეობა, როდესაც აზრთა თანხვედრა ხდება და ადამიანებს შორის არის ჰარმონია და არა ვთქვათ კონფლიქტი ან დაძაბულობა, ხო? ასევე როგორც ვთქვი,
აღნიშნული არკანი უფრო ემოციების არკანია, ხო, თასების მასტია წარმოდგენილი, ხო, თასების კარტია თვითონ არკანი, თასების ცხრიანი, ეს გვესაუბრება ემოციურ ავსებაზე, კმაყოფილებაზე, სურვილის ასრულებაზე და ბედნიერებაზე. ბედნიერი კვირა გელოდებათ თქვენ, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, ასე რომ გილოცავთ, თუ კი რაიმე ჩანაფიქრი გქონდათ და სურვილი გქონდათ და ელოდებოდით პასუხს უახლოეს პერიოდში რაღაც ძალიან შორეულ პერსპექტივაზე არ არის ეს გათვლილი, მაშინ შესაძლებელია მოხდეს მოვლენების დადებითი განვითარება, რაღაცა თქვათ ერთი ნაბიჯის კიდევ წინ გადადგმა, რაც ემოციურად ძალიან დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ, ან შესაძლებელია საერთოდაც მოხდეს თქვენი ამ სურვილის ასრულება, რამაც ძალიან გაგა ბედნიეროთ, ასე რომ მშვენიერი პოზიტიური კვირა გელოდებათ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს. და თუ დამიწებთ, დამიკომენტარებთ, რამდენად მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან, რამდენად გენიშნათ, რამდენად გრძნობთ, რომ თქვენია და გამომეხმაურებით, ძალიან გამახარებთ, იმიტომ რომ მე კომენტარებს ყოველთვის ვკითხულობ, ეს პროგნოზები რა თქმა უნდა კეთდება თქვენთვის. და თუ გამომეხმაურებით ძალიან გამახარებთ, ვინაიდან ხანდახან არ მინდა იმის განცდა გამიჩნდეს ხოლმე, რომ ამ ყველაფერს რაღაცა საკუთარ თავს ვესაუბრები, ხო, ესეთი განცდა გამიჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, საერთოდ არ იქნება არანაირი ინტერაქცია თქვენი მხრიდან. არადა ტაროს გაშლებს ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს, ძალიან საკმაოდ ესეთი დიდი ნახვები აქვს ჩემს ვიდეოებს, მაგრამ რატომღაც ადამიანები თავს იკავებენ კომენტარების დაწერისაგან. დღეს 21 საუკუნეში ეს ცოდნები მანტიკა თუნდაც სხვადასხვა სახის სხვა ინსტრუმენტებით, მაგიური ინსტრუმენტებით მომავლის დანახვა მე მგონი არავის აღარ უკვირს და შეგიძლიათ თამამად დააფიქსიროთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ მერწყულის ეპოქაში და ცოდნების გაზიარება, სწავლა, სულიერი განვითარება, თუნდაც სხვადასხვა ეზოთერული მიმდინარეობით განვითარება ადამიანების ძალიან დიდი ინტერესის საგნად იქცა და ეს ყველაფერი რაღაცა მე ყოველ შემთხვევაში განვითარებულ და ცოტა ისეთ ინტელექტუალ ადამიანებზე ვსაუბრობ და არა ძალიან ღრმად სიბნელეში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც რაღაცა თქვათ სატანურს ხედავენ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა მე ასეთ აუდიტორიას არც ყავს ასეთი აუდიტორია და თუ კი 1000-ში ერთხელ ვინმე მსგავს კომენტარს და მიწერს ხოლმე, რომ რაღაცა ვთქვათ, რაღაცა სატანურთან მაქვს შეხება, ხო? ასეთი კომენტარების ავტორები მყისვე იბლოკება, იმიტომ რომ ჩემი სივრცე, ჩემი სამუშაო სივრცე, ეს ჩემი სამყარო არ არის განკუთვნილი ასეთი ადამიანებისთვის და აქ არის აგრესიის გამოვლენის საშუალებას მივცემ ვინმეს. ეს ყველაფერი ეკუთვნის ისეთ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს და რეალურად არის დაინტერესებული ამ პროცესებს და რა თქმა უნდა, პროცესებით და რა თქმა უნდა, აქვს ადეკვატური აღქმა იმ ყველაფრისა, რაზეც მე ვსაუბრობ ხოლმე ჩემი სხვადასხვა ვიდეო ჩართვების დროს. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა საუბარი, თუ გამომეხმაურებით, ესე შევაჯამებ ჩემს სათქმელს და დამიწერთ კომენტარებს ან თუნდაც ამ გაშლაზე, ან თუნდაც ზოგადად ხო თქვენს შეხედულებებს, აი კონკრეტულად რა თქმა უნდა აცდენილი არ უნდა იყოს თემას, ეს უნდა ეხებოდეს ეზოთერულ სწავლებებს, უნდა ეხებოდეს სულიერ განვითარებას, ძალიან გამახარებთ, იმიტომ რომ ვიგრძნობ თქვენს დაინტერესებას, ხო? რეალურად, მატერიალურად, ესე ვირტუალურ სივრცეში თქვენი დაფიქსირებული კომენტარებით. მოკლედ, პირველი ვარიანტი, მშვენიერი ვარიანტია. დადებითი ყოველ მხრივ, თუ თქვათ მარტო გიწევთ ამ კვირის გატარება, თავს მარტო სულად ნამდვილად არ იგრძნობთ და სავსე იქნებით დადებითი ემოციებით და თუ თქვათ სხვადასხვა თქვენს თანამოაზრეებთან გიწევთ შეხვედრა და ფიქრობთ და დაგეგმილი გაქვთ ასეთი შეხვედრები, თავს ძალიან კარგად იგრძნობთ და ძალიან დადებითი ემოციებით აივსებით ასეთ კამპანიაში, ასე რომ შევაჯამოთ ყველა მხრივ პოზიტიური კვირა გელოდებათ თქვენ, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი ეს ძალიან ისეთი მასშტაბური არკანი ამოდის. ეს არის პირდაპირ ვიტყვი ამ არკანის ესეთი ოკულტური ეზოთერული სახელწოდება არის რაღაცა ჯილდო, მე არ ვიცი თქვენ რას ელოდებით და რა მოლოდინები გაქვთ, მაგრამ
ან რა ჯილდოზე აქვს საუბარი, მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს გრანდიოზული საჩუქარი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს რაღაცა პროცესების კეთილად დასრულება და გვირგვინება. ანუ რაღაცის ლოგიკური დასრულება, რაც ხანგრძლივად მიდიოდა დროში, შესაძლებელია ეს იყოს დამღლელი და რთული პროცესი, მაგრამ თქვენი ეს შრომა, თქვენი ეს მოწადინება, მთელი ეს პროცესი, რაც გაიარეთ, დაფასდება ნამდვილად და დაჯილდოვდებით ამისთვის, იმიტომ რომ არკანის სამყარო დაჯდა მეორე ვარიანტში, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, არკანის სამყარო ეს პირდაპირ ასევე საუბრობს სამყაროსაულ წყალობაზე, სამყაროს ფარველობაზე და თქვენს კავშირს, თქვენს პირდაპირ კავშირს სამყაროსთან. ყოველ შემთხვევაში ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს კავშირი გამძაფრდება, შეიძლება რაღაცა მინიშნებებიც მიიღოთ და რაღაცნაირი მფარველობა იგრძნოთ, აი უმაღლესი ძალების მფარველობა ან სტატუსობრივად უფრო მაღალი ძალების, მაღალი პოზიციების მქონე ადამიანებისგან წამოვიდეს ეს წყალობა, ან ენერგეტიკულ დონეზე იგრძნოთ, რომ რაღაცნაირად დაცული ხართ, მფარველობა გაქვთ, თქვენი მფარველი ანგელოზი თქვენს გვერდით, ან თქვენი წინაპრები, თქვენი მიცვალებულები თქვენთან არიან და გიწევენ მფარველობას. რაღაცა კონკრეტული სიკეთეების შემოვა თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა საჩუქარი, რაღაცა საქმის წარმატებით დაგვირგვინება, ან დიდიც სამყაროსეული წყალობა, მფარველობა. არ ვიცი ახლა ეს კონკრეტული ადამიანის, ყველა კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში იქნება კონკრეტული შაბლონით გამოვლენილი, მაგრამ ჯამში ეს არის რაღაცის დაგვირგვინება, ეს ერთი კვირა იქნება რაღაცის შეჯამების, დაგვირგვინების, კეთილად დასრულების კვირა. თუ ვინმე რაღაცა, თქვათ ისეთ პასუხს ელოდებით რაღაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, დიდწილად ეს პასუხი მოვა და ეს პასუხი იქნება დადებითი თქვენთვის მისაღები, დამაკმაყოფილებელი რაღაცა იმედების მომცემი, რაღაცა მასშტაბური, რაც არ იყო აქამდე, შეიძლება მოხდეს აი ამ ერთ კვირაში, ასე რომ მშვენიერი ვარიანტი ამოვიდა მეორე ვარიანტშიც, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები ამ მეორე ვარიანტთან დაკავშირებითაც, თქვენ ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, რა მოვიდა თქვენთან, რა გენიშნათ, რა რეზონირდა. და ჩვენ კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტში უკვე ამოდის რაღაცის გადაჭრის, გადაწყვეტის ენერგიები, შესაძლებელია ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, რაღაცის გადაჭრა მოგიწიოთ, გადაჭრა მცივი გონებით, რაღაცა მათემატიკური სიზუსტით, აქ ემოციების ადგილი არ არის, აქ რაღაცა ისეთი უფრო ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღების თემა შემოვა თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაღაცა თემა გადაწყდება, რაღაცა საკითხი გადაიჭრება, ან თქვენ შესაძლებელია მოგიწიოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ან შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, ან ისეთი საკითხი, რომელიც გადაწყდება არა თქვენს მიერ, არამედ ზოგადად ვინც არის უფლებამოსილი და კომპეტენტური ამ გადაწყვეტილების მიღების თემასთან მიმართებაში, ის ადამიანი ან ის ორგანო, სტრუქტურა, სისტემა მიიღებს გადაწყვეტილებას და თქვენ ამის შესახებ შეიტყობთ. ან როგორც აღნიშნე, თავად თქვენ მოგიწევთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ცივი გონებით, ემოციების გარეშე, გულის გარეშე, მოკლედ გულის ჩართულობის გარეშე. აქ უფრო ისეთი თემები მოიაზრება, რაც მოითხოვს გონების მუშაობას, გონების აქტიურობას და არა ვთქვათ გულისა და გრძნობების ჩართვას. ეს გადაწყვეტილება ამ რასაც მიიღებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ან ის ამბავი, რასაც შეიტყობთ, რაღაცა კონკრეტული საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით, მოგიტანთ მეტ სტრუქტურას, მეტ წესრიგს ცხოვრებაში, მეტ სიმტკიცეს, მეტად თვითდარწმუნებას საკუთარ თავში, საკუთარ ასე ვთქვათ ცხოვრებაში და გახდება სხვა ახალი ეტაპის დასაწყისი, რაღაცის გამოვლენის, რაღაც პოტენციალის, რაღაც საქმესთან მიმართებაში, რაღაც კონკრეტულ თემასთან მიმართებაში ახალი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობად იქცევა ეს გადაწყვეტილება და რაღაცა ახალი ეტაპის დასაწყისად. ის რაღაცა რომ დაიწყოს, აი ეს თემა უნდა გადაწყდეს. აი რაღაცა ესეთი მოდის მესამე ვარიანტთან დაკავშირებით. უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი მესამე ვარიანტისთვის ასეთია, უფრო გადაწყვეტის თემასთან არის დაკავშირებული. მშვენიერი პროგნოზები მოგცვა ტარომ, ჩემი გადმოსახედიდან, გამიზიარეთ თქვენი ინსაიტები, ჩემო მეგობრებო, ხოლო ვისაც უფრო დეტალური პირადი პროგნოზების მიღება გსურთ ამა თუ იმ საკითხზე,
ამასთან დაკავშირებით უკვე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.